სუნაკლები რაც მე საუბრო 10 წელია რომ ეს გავარემონტოთ, გაარემონტეთ მეთქი. არ უნდა რემონტებს არ ფსარგეთ. დიოდები ეგაფჭებული. როგორც ყოველთვის მაგას. თუ შუქი არ იქნა აქ რა. აქ ვინ ცხოვრობს ესენის არ გავჭირდებით აქ. რა გვინდა მითხარი? თუ ტელევიზორსაც ვერ უყურებ, სხვა რამეს ვერ გააკეთებ, რა გინდა მითხარი? არ ვინ არც მოვა აქ, რომ დაბრუნდეს. ეს ხალხიც წავაგელა გაიქცია. აი ბატარია მთელი ზამთარი ჩართულია ჩემი. 6 წუთი იმუშავა და გაქრა მერე. რა მუშაობს მითხარი? 6 წუთი იმუშავა, 7-8 თვე აიპირჩება ეგ. 6 წუთი. ადგადა ვერტალიო ჩერა გამგებელმა იმას აყვედრა, ჩვენებურ ქალს აყვედრა, გაიგერო, ისინი გადმოგიტანეთო თქვენო, ბატარეებიო და რაღა იმ გესა და იმ შუქს თხოვლოთ. რა საჩუქრებს არ გაძლევთ თუ? მეორე არა, არის აგერ გზა შარშან ივლისის ბოლოს გავგიხსნის. ივლისის ბოლოს. მაისის ბოლოს ხო მაინც უნდა გაიხსნას არა გზა. მე ეგრევე ივლისის ბოლოს გახსნილი, აგვისტოში იყო, სექტემბერი და 2 თვე იყო და დაიკეტა გზა. თუ იქნება ამბულატორია და რაღაცას თუ გახსნიან, ეგაც კარგია. ამბულატორია ადრეს იყო აქ, ეგეთნები იყვნენ. იყო ადრე. ამაზე მეტი ხალხი კი არ იყო მაშინაც. მედიკამენტებით მაინც უნდა მომარაგდნენ. ინფრასტრუქტურა რაღაც შექმნა, რაღაც გააკეთან, გაიგერო ხალხმა დაინტერესდეს, დაბრუნდეს. ხალხს თუ ინტერესი არ მიეცი, არა. გზა არ არის, შედელოძო გზას ვერ რემონტებიებ და ვერ ვახსნენებ და შუქს ვერ რემონტებიებ. გინდა უთხარი მთავრობაზე, გინდა არ უთხარი, რა არის ცნობ შენ? ემოსარიდი არ ვიცი არაფერი არ მაქვს. არ ზამთარობისა და არ ზამთარობისა. თუ ასე გაგრძელდება რაც დღევანდელი პირობებია რა, აქ არ ვინ არ დაგიბრუნდება. ეგ კანონი, მთის კანონი ორი შემოიღე. დაბიან გარიშე გაიგე და შენც რო კონდეს მაღაზია და მეც რო მქონდეს ერთნაირი აქ მთაში და ბარში არა. 18 ლარია თვეში განსხვავება. ეგ არ არის კანონი, ეგ რა არის. დახმარება უნდა იყოს მთისთვის.